მეცნიერულ სამყაროში მიღებულია, რომ დედამიწის პირველი ცივილიზაცია შუმერში დაიწყო. საინტერესოა, რომ ალ-უბეიდის აღმოჩენები შუმერებამდე არტეფაქტებს აღვლენს, რომელიც მაღალი კულტურის ხალხს ეკუთვნოდა. მაგრამ უცნაურია ამ არტეფაქტებზე გამოსახული არსებანი, რომელთა ასაკიც 7000 წელს აღემატება. და ისინი ჩვენთვის უკვე ცნობენ რეპტილოიდებს გვანან. ალ-უბეიდი ერაყის არქეოლოგიური ადგილია, რომელიც ნამდვილი საბადოა არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისთვის. უბეიდის კულტურა არის პრეისტორიული მესოპოტამიის, შუამდინარეთის კულტურა, რომელიც ყვაოდა ძველი წელთაღრიცხვის 5500-4000 წლებში, ერიდუს, ურის და ურუქის ტერიტორიებზე. თავად შუმერული ტექსტები გვაუწყებენ, რომ ური იყო პირველი ქალაქი დედამიწაზე. თავარ ადგილს, სადაც ეს ძალიან უცნაური და დამაფიქრებელი არტეფაქტები აღმოაჩინეს. დღეს არაბული სახელი ჰქვია თელ ალ-უბეიდი. ასეთივე ფიგურები ნახეს როგორც ურში, ასევე ერიდულში. აღმოჩენილი ფიგურები გამოსახავენ მდედრ და მამრ არსებებს, რომელთაგან ბევრი რაღაც ჩაფხუტის მსგავს თავსაბურავს ატარებს, ასევე რაღაც სამხრეებს, რომელიც ალბათ მაღალ წოდებას აღნიშნავდა. ზოგიერთ ფიგურას უჭირებს სკიპტრა, რაც ძალაუფლების და მმართველობის სიმბოლოა. ფიგურები სხვადასხვა პოზიციაში არიან სხეულის განსხვავებული მდგომით. მაგრამ ყველაზე უცნაური არის მათ შორის მდედრობითი სქესის ჰუმანოიდი რეპტილოიდები, რომლებსაც ხელში უჭირავთ ჩვილები, რომელთაც ასევე რეპტილოიდური გარეგნობა აქვთ და ძუძუს აწოვებენ. რეპტილოიდების რასაზე კიდევ უამრავი ცნობაა ეზოთერიულ სწავლებებში. თუ შესაბამის სპეციალისტებს მოიძიებთ და მოусმენთ, ისინი საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტებით ხსნიან, თუ რატომ შეიძლება არსებობდეს უხსოვარ დროში ასეთი განვითარების რასა ჩვენს პლანეტაზე. თუმცა რამდენად არიან ისინი დღეს ჩვენს გვერდით ადამიანის ან ადამიანის მსგავსი სხეულებით შემოსული და თან რამდენად მართავენ მსოფლიოში პოლიტიკურ და სხვა პროცესებს. აი აქ კი დამაჯერებელი ახსნა მგონი ვერ იარსებებს. რაც შეეხება ინტერნეტს, ამ ნაკლებად კონტროლირებად სივრცეში კი ყველაფერი ვრცელდება. განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების წყალობით, დღეს ყველაფრის გაყალბება შესაძლებელი. ჩვენ მაინც ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ რაციონალურად და არა შეურაცხყოფელად ყველაფერზე. ჭეშმარიტება ხომ სადღაც აქვეა. ამასობაში გამოიწერე კოდის YouTube არხი, გამოვყევი სხვა პლატფორმებზეც, Instagram-ზე, TikTok-სა და Facebook-ზე. იდეები კი მოგწერე ელექტრონულ პოსტაზე. დაგვიჭირე მხარე. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.